სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. ბავშვური სიხარულით ივსება ჩემი სული, რომ კიდევ ერთი მონახულება მოგდა ღვთისმშობელ მარიამის მიერ ჩვენ ცოდვილთა და ურღისთან. ხებელობაში ყავს ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამისა, რომელიც ახლად გამოწერილია ჩვენი 4 ტაძრისთვის, რომელსაც ჰქვიან სახელდებით ყოველთა დედოფალი, ანუ პანტანასა, სიმსივნეთა კურნალი, მაგრამ იგი კურნალია არა მარტო სიმსივნის, არამედ მრავალთა სხვათა, მათ შორის სულიერთა დიდი შეწევნა წინაშე თავისი ძისა და ღვთისა ღვთისმშობელ მარიამს. ეს მისი მონახულებანია. ყველა ის სასწაულები, კურნებანი, თეოფანია გამოცხადებები და მათ შორის წმინდა ხატები, სასაუთმოქმედი, რომელიც კი ქვეყანას ამასზე და გამოვლენილა თიური სულგრძელებითა და კაცთმოყვარებით ღვთისმშობელ მარიამის მიერ და მათ შორის როგორც ვთქვით, წმინდა და სასაუთმოქმედი ხატები. ჰქონდა სიხარული 2000 წლის დასაწყისში ჩვენს რამოდენიმე სულთან ერთად ყოფილიყავი წმინდა მთაზე, რომელიც ესევე როგორც ღვთისმშობელ მარიამის ისევე როგორც ივერია ღვთისმშობელ მარიამის წილხვედრი არის და მათ შორის ვიყავი ტაძარში 20 სალანეში, რომელიც მნიშვნელობით და რიგით მეორეა ვახტობედის მონასტერში, რაც ორიგინალია ამ წმინდა ხატის დასვენებული ყოველთა დედოფლისა და მელოცა ცოდვილს. როდესაც ჩვენ დაუჟდომელის გალობა დავიწყეთ, ჩემ და უნებურად ჩემს სარწმუნოებრივ ცნობიერებაში იფეთქა ბიბლიურმა რემინისცენციამ. მას ჟამსაშინა, როდესაც შეჰქონდათ, ესე იგი წმინდა ქალაქში კიდობანი უფლისა, როგორ ბავშვით ხტოდა და კრთოდა დიდი მეფე დავით წინასწარმეტყველი. ეს იმდენად ყრმებრივი იყო და მეამეტური, რომ თვით დედოფალმა დასინა მას. როგორ ბავშვი კრთიო, ამ დროს მეფე ხარ, სახე ხარ ელისა, გიმზერებ, მას არ შეეძლო გაეგო იმ შინაგანი სიხარულისა, რომლითაც აფსილი იყო დავით მეფე ღვთიური დიდების და მისგან მონახულების გამო. ესევე როგორც დღესაც მართალია ეს ხატი კვირა დღეს ვაკურთხეთ საღვთო ლიტურგიის შემდგომ და პირველი პარაკლისი, მცირე პარაკლისი აღევლინა მის წინაშე, მაგრამ დღეს ასე ვთქვათ უფრო სისავსით და დაჯერებით ვილოცეთ ესე იგი მისი დაუჯდომების საგალობების მიერ. მე ვითხრათ სიმართლე არ მეგონა დღეს არის სადაგითი ამდენი თუ მოვიდოდა თქვენგან სხვადასხვა სამრევლოებიდან, მათ შორის ჩვენი მრევლიდან. მართალია კვირას გამოვაცხადეთ წირვის შემდგომ, რომ პირველი დაუჯდომელი აღევინებოდა ამ დღეს 4 შაბათს, მაგრამ არ მეგონა ვითხრათ სიმართლე, რომ ეგრევე არის სიმრავლე იქნებოდა თქვენი მორწმუნე ელისა. მადლობა და დიდება უკავს. ესეც ღმერთის დიდება, ესეც მისი ყოვლადწმიდა დედის დიდება, ესე ჩვენი ცხონებისათვის არის ღვთისაგან მოვლენილი და დაშვებული. როგორც გითხარით ორიოდე ქადაგებისა საუბრის წინ, გულითადი სურვილი მაქვს, ძველ ქართულად ამას მურაზი ქვია, გულის მურაზი, რომ შეიქმნას კიდევ არაერთი სასაუთმოქმედი ამ ხატისა. შემდეგი იქნება, როგორც გითხარით, ბარძიმის შეუსმელი, მერმე დავიწერა თარგმნა დაახლოებით 21-22 ხატში ამოვარჩი განსაკუთრებულად სახელგანთქმული, ასე ვთქვათ, ხატები და სასაუთმოქმედი ღვთისმშობლისა. დავიწყეთ ესე იგი დაუჯდომელის თარგმნა სლავურიდან წარწმედულთა მოძიება. ეს განსაკუთრებულად მძიმე ცოდვილებისათვის აღევლინება, ეს დაუჯდომლება საერთოდ ყველანი ცოდვის ქვეშა, ყველა საჭიროებს კურნებას სულისა და ხორცთა ითანაბრა. და ღვთის მადლით მერმე შეიქმნება ასევე ხატი წარწმედულთა მოძიება. შემდეგი ერთ-ერთი უპირველესი იქნება მე ვარ ღვთისმშობელ მარიამის ეს ხატი და ასე შემდეგ, რამდენადაც ღმერთი შეგვეწევა. დღეს ჩვენ სარწმუნოებასთან სურდა საუბარი შესახებ იმისა, რომ ღმერთი, რომელიც ამ სოფლად მოვიდა გარდამოხარა ზეციდან დედამიწაზე ჩვენი საცხოვრებისათვის, მოვიდა პირველყოლით წარწმედულთა და ცოდვილთა მოძიებად და ცხონებად. როგორც უფალ მერტკერძო საუბარში დასინა, მართალი ისედაც ცხონდება, ანუ ის მადლი, რომელიც ღმერთმა მისცა, მას აცხოვრებს. თუმცა აქვე მინდა დავსინო, რომ თავით ვიცით ვერავინ ვერ ცხონდება. რაოდენ წმინდათაც არ უნდა იცხოვროს, ღმერთის შეწევნის გარეშე ადამიანს ცხონება არ დაუძლებს. ვერც იქნება წმინდა მისი შეწევნისფერ გარეშე.
მე მეცად გეტყვით ესაია წინა 13-დან ანგელოზებზე ამბობს უფალი, რომ მათი სიწმინდე არის ის ჩხარი, რომელიცაც დედაკაცი ხმარობს სიდოვანებაში. დედათა წესის დროს რომ ხმარობს ჩხარი, რომელიც სისხლში და ესე იგი არის ამოვლებული და სველი, აი ეს არის ანგელოზების სიწმინდე, ღმერთთიური სიწმინდის წინაშე. თუ ეს ითქმის ანგელოზებზე, ჩვენზე რა უნდა ვთქვათ? ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რაც უფალმა გვასწავლა, მატლ და არა კაც. და დიდება უფალს, რომ მას ნებავს ჩვენაირი მატლის ხონებას. რატო? პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ქნული ხელთა მისთანი ვარ, მისი შექმნილები ვარ. ეს მისი ქმნილება არის. მას უყვარს თავისი ქმნილება, რადგან სიყვარულით ქმნით და არარაობისაგან სასადა ქვეყნას, არა მარტო ადამიანს, ანგელოზსა და მათ შორის რა თქმა უნდა ადამიანსაც. მეორეც იმიტომ, რომ ის არის ბუნებით სიყვარული. არ შეუძლია არ უყვარდეს. მეტადრე თავისი ქმნილება, არა უბრალოდ ქმნილება ადამიანი მისი შესაქმნისა, არამედ ადამიანი არის გვერდვინი ამ შესაქმნისა. ყველაზე მეტად უყვარს მას ადამიანი. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი განთიადის ვარსკვლავი ლუციფერი, რომ ესე გაუუცხოდა ღმერთს და გაემტერა. მან იგრძნო, რომ ადამიანი განსაკუთრებულად უყვარს ღმერთს. ესე იგი, როგორი ღირსება მოხდა, როგორი დიდებით შემოსა უფალმა პირველშობელთა სახით, რომ არა მარტო სული სხეულიც კი ღვთის დიდებაში იყო ჩვენი და იყო უხრწნელი და უკვდავი და როგორ დავშორდით ღმერთს, რომ ჩვენი სხეულიც ხრწნადი გახდა ცოდვით დაცემის შემდეგ და სულიც კვდება, თუ კი წმინდა თარეცხორეს ქრისტეს მაღალი და ნეტარი მცნებებით. წადით და ისწავლეთ ამბობს უფალი, წყალობა იმ ნებავს და არ მსხვერპლი. დღეს 1000 სისულელი აბსურდით ესე იგი გართულ ადამიანს და დაკავებულს აღარ უნდა იფიქროს არც შემოქმედ ღმერთზე, არც საკუთარი სულის უკვდავებაზე და არაფერზე, რაც ღმერთს უკავშირდება. რადგან თავადი ამ სოფლისა, სწორედ ჩვენ გახსენებული დაცემული ანგელოზი ლუციფერი ყველანაირად ცდილობს, როგორც უფალმა თქვა და იაკობ მოციქულმაც, გარდა მოხდა ვითარცა ელვაი ცით-გამო და მიმოვალს როგორც ყვირალი ლომი და ეძებს ვინჩთან დგას. ესე იგი დღე-დღე გამუდმებით იქიდან აქამდე დაცემიდან დღემდის და გავიდა ათეული საუკუნები, სულ იმის მცდელობაშია, როგორ დაღუპოს ადამიანი. ის არ იღლება. ის ეციური ძალი იყო, ანგელოზი იყო, როგორც მინდა განმარტავენ, მას წაართვა დიდება, როგორც უმაღლეს ანგელოზს, მაგრამ დაუტოვა ძალა. მას დიდი ძალა, დამანგრეველი ძალა, მაგრამ მისი დიდი ძალა არაფერი აქვს ღვთიური ყოვლადძლიერების წინაშე. და არა უბრალოდ ღვთისა, არამედ თვით ანგელოზსა და არა უბრალოდ ანგელოზთა, არამედ წმინდათაცა. წმინდანების წინაშეც წის, აი აქ ჩვენ სადაც მამა გაბრიელის ტაძარში ვდგავართ, ხელმართლით ჩემთან ზემოთ დასვენებულია ხატი წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანესი და მოწამე იუსტინასი. მე მინდა გაჩვენოთ საგვარელო, ამაზე საგანგებოდ არ ვფიქრობ, რომ გონებაში ამომიტივტივდა ეს ხატი ამ სიტყვასთან კონტექსტში მიმართებაში, თუ როგორ დაამარცხა 14-15 წლის ქალწულად არაუბრალოდ ეშმაკის ანგელოზები, ათეულობი და ლეგეონობი, არამედ თავად სატანა ეშმაკი. ანუ მე ამ სიტყვის დასტურად მომაქვს ეს მაგალითი, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს, არ უბრალოდ წმინდანს, თვით მორწმუნე ადამიანსაც კი, რომელიც ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანებში და ცხონდება თუ არა ერთი ღვთიურმა განგებულებამ უწყის. მაშამსაშინა ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ცნობილი მოგვი, კითხავი, გრძნეული, კვიპრიანე, რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა მთელს ქალაქზე. თუ არ ვწდები, ილიოპოლი იყო ეს ქალაქი და ბევრი მიეშურებოდა მისგან, ჯერ კიდევ წარმართობა ყავოდა, ქრისტიანული თემები არსებობდა, მხოლოდ ცალკეული და ისიც იდევნებოდა. და ესე იგი ერთხელაც ერთ-ერთ გარყვნილი გულის ჭაბუკს, თავარს, დიდებულს, მოეწონა ერთ-ერთი ქალწული, სახით, ჰაბიტუსით. ესე იგი, და გადაწყვიტა, რომ მოენადირებინა. ის ფიქრობდა, რომ არანაირი დაბრკოლება ამ გზაზე მას არ ექნებოდა, მაგრამ შესწდა. ვერც ლიქნით, ვერც ქრთამით, ვერც საჩუქრების შეთავაზებით, ვერანაირად ვერ შეძლო მისი მოხიბლა.
ბოლოს იქამდე მივიდა თავის უგუნურებაში ეს თავადი, რომ შესთავადად ცოლად გაყოლოდა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო, გაუგდა, არ იცოდა რა გაეკეთებოდა, საგონებელში ჩავარდა, დაიმოაკვდა, რომ მათ ქალაქში არის ვინმე გრძნეული კვიპრიანე, რომელსაც უდიდესი ძალაუფლება აქვს მინიჭებული, როგორ თავად ფიქრობდა ღვთისაგან, სინამდვილეში კი ეშმაკისაგან, რომ გავლენა მოეხდინა ადამიანზე და მათ თითქოს სვებეთზე, და ერთხელაც იახლა დიდძალი ოქროთი შესთავაზა და სთხოვა, მხოლოდ ერთ რამეს სთხოვ, თუ ამ ქალწულს ვერ დამიმორჩილებ, ცოლად მაინც გამომხვეს. კვიპრიანემ ხიმილეთ ბაგეზე აღუთქვა დახმარება. ეს მისთვის არაფერს არ წარმოადგენდა, ასე ფიქრობდა ის. ასე განემარჯვებინა ადრეც მრავალჯერ სხვებზე და სხვებზე, მაგრამ ამჯერად შესდა. ჯერ ერთ ეშმაკს მოუხმო და სთხოვა, რომ სიბილწით აევსო ამ ქალწულის გული და ესე იგი დამორჩილებოდა იმ თავადიშვილს, მაგრამ ვერ შესძლო. შემდეგ მოუხმო ორს, სამს, თქვენ იცით რომ ეშმაკებიც არიან დაყოფილები 5-ეულებად, 10-ეულებად, 100-ეულებად, 5,000-ეულებად, 10,000-ეულებად, ლეგეონებად. ლეგეონი არის რამდენიმე ათასი, ესე იგი მრავალი ათასი. და ბევრის ბევრს. ყველას ლამის დაცალა ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ შეძლო პატარა ნორჩი ყმაწვილის ცუნება. და ბოლოს მოუწოდა თავად სატანას და უთხრა, დაემუქრა. ესე იგი როგორ ახლო იყო ეშმაკთან, აი როგორც მე თქვენ გიმზილ, ასე ხედავდა ის ეშმაკს და მის ანგელოზებს. თუ შენ არ შეგიძლია ამ ხარმის დამარცხება, მაშინ რატომ უნდა ცე თაყვანი შენ? და უბრძანა პირდაპირ სიშლეგეში ეშმაკს, რომ შებრძოლებოდა ქალწულს. ვერანაირად ვერ ზრდია თვით ეშმაკ. ეს რომ კვიპრიანემ შეიტყო, გაიტანა საჯარო საგრძნეულო წიგნები და დაწვა კოცონში. და თავად ჩუმად ღამით ქალაქის მცხოვრებთ რომ არ შეეთხოთ, ესე იგი მიადგა ამ ქალწულის სახლს. დარეკა კარებზე, ქალწულმა იკითხა ვინ იყო, უპასუხა, შეაყო კარები, შევიდა და კითხა ერთი რამ, რა ძალა გაქვს, შემიძლია მთელს ქალაქზე ვიმოქმედო, ყველა ეშმაკის ანგელოზე, თავად სატანაზე, მას თხოვო, ჩემი სურვილის ასრულება და რა ძალა გაქვს, ასეთი, რომ ვერას გზით და მათ მიერაც ვერ გძლიერ შენ. მაშინ დევნა იყო ჩვენი სარწმუნოების, ამიტომ ქალწულის დონდა და არაფერს ეუბნება, მაგრამ რა კი დაჟინებით ითხოვდა და მუხლზეც კი დაუდგა ამ ქალწულს, მაშინ კი არ დაახმარა და აღიარა, მე ქრისტეს ხევალი ვარ, მისი საზრო ვარ, საზოგადოდ ქრისტესელი ქრისტიანები დაწინდული ვარ ჩვენ ზეციურ სიძეზე, იესო ქრისტესზე. მაგალითად იგავით მოგაგონდათ რა სიძის მოლოდიში 10 ქალწული რომ იყო და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით აქედან გამომდინარე, იგი არის ცათათა ქვეყნის შემოქმედი, თანაარსი მამისა და სულიწმიდა ღმერთისა, შენ არ ძალით და არ ჩვენს თავარს ეშმაკს, ჩვენ ცოდვილი ძლევა. იმ ღამით სახარება უხადაგა უმთავრესი ცნებები ივლიდამ კვიპრიანეს. კვიპრიანესე ძალზე იმოქმედა ღვთის სიტყვა. მან განაგდო გრძნეულებანი, დატოვა ეშმაკი და შეუდგა ქრისტეს. ქრისტიანი გახდა და იმდენად წარემატა სულიერ ცხოვრებაში, რომ მდელმთავარიც კი შეიქმნა ქალაქ კართაგენის, ერთ-ერთი დიდი ქალაქი იყო იმჟამად. და არა უბრალოდ მდელმთავარი შეიქმნა, ეწამა კიდეს ქრისტეში, ანუ ქრისტეს უმაღლესი, უმწვერვალესი მცნება აღასვა. სულითვისი დასდვა ქრისტესთვის. და დღეს აქ ძალმოსილება ღვთისგან მიღებული, რითაც აცდულებდა და იმორჩილებდა ხალხს, მათ ამისგან ავთავისუფლდა. მას აქვს კადრიერება, ესე იგი რომ ზნეულებისაგან, ჯადოქრობისაგან, ზნეულება იგივე ჯადოქრობაა, ჯადოსნობა, გაათავისუფლოს ადამიანს თვითონ სარწმუნოებით. აი ამ ხალხსაც და თავად კვიპრიანეს. ამ ხაცრად შეეხება აქ რომ არის მამა გაბრიელის ტაძარში დასვენებული, ეს ხატი შეიქმნა იმის გამო, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ძველმა სულიერმა შვილმა დიდუბის ტაძარში შემბრეული იყო, რომელიც ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდა, თითქმის 20 წელიწადი მეტი, დაბრუნდა ღვთისმადლით საქართველოში, უკვე რამდენიმე წელიწადია. გამომიგზავნა წმინდა ნაწილები, ჩვენს პატრიარქსაც გაუგზავნა რამოდენიმე მოძღვარს და მათ შორის მე როგორც ჩემ თავის პირველ მოძღვარს არაერთი წმინდანის ნაწილები ვდივდით, აი ლუკა მახარებელი განმოგვიყვეს, მათი მახარელის ნაწილები, კლეოპასი, იოანე ნათლისმცემლის,
არა ყველაზე დიდი სიწმინდე რაც მისი ხელით მივიღე ეს იყო ის მაგიდა რომელზეც ქრისტე მაცხვარმა სიონის ქორეზე თავდაპირველად აზიარა თავისი მოწაფეები შეიქმნა შესაბამისი ხატები ყველა ამ წმინდანების მათ შორის საიდუმლო სერობისა ჩასვენდა ეს ნაწილები იმ მაგიდის ნაწილი და დასვენებულია აღდგომის ტაძრის საკურთხეველში და განსაკუთრებულ დღეებში როცა მაგ დიდ ხუთშაბათს როცა დიდი სერობის ხსენება გამოსვენდება ხოლმე საბოლოო თაყვანისმცემლის არც იცოდნენ დღეიდან რომ ეს ხატის ყვან კვიპრიანესი იუსტინას და აქ შეიძლება დღეს სამწუხაროდ როგორც იყო ნაცინას სამეთვალები ბოლო ჟამს მაგრამ ეს არის პელაგია რიაზანელი ამბობს ბოლო დროს დიდად გავრცელდება ჯადოქრობა და შორს წავიდეთ არის ტვინამღვრეული ხალხი რევოლუციონერები პირველი რევოლუცია სატანა იყო ესენი არიან მისი მოწაფეები ისიან თუ არ იციან უკვე აშკარად ოკულტურ რიტუალებს ატარებდნენ რუსთაველზე სადაც სისხლი დაიხა სადაც იუნკერების საფლავია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რომ შეეწირნენ და თავისუფლებისათვის სადაც 9 აპრილს დაიქულნენ ქართველები იქ დღეს ამ უკუღმართებმა ოკულტური რიტუალები აღასრულეს აი სადამდეა დაცებული ჩვენი ერის ერთი ნაწილი მაგრამ მეორე მხრივ დაუკვირდით რა კი სიტყვა მოიტანა საგვარელო მე ხომ მათ ვეძახდი არადაცინით რა თქმა უნდა კონსტატირებას უკეთებდი სიმართლეს რომ ესენი ჩვენ ვეძახიან მონებს იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ღირსებას შევინარჩუნოთ ქართული მენტალიტეტი ტრადიციები ოჯახი სამშობლო არ იყოს არც ჩრდილოეთის დაპყრობილი და არც დასავლეთის ალია და ჩალია ორივე თათარია გელი შემჭამს თუ მგლისფერი რა ბედენა რა მნიშვნელობა არ უნდა შეჭამოს გონიერმა მგელმა ესე იგი ეშმაკმა როლის თავის სულ მოძღვევებს ავრცელებს მათ შორის გლობალიზაციის და ეს სახით თვით იქაც კი ამერიკას ხელისუფლება შეიცვალა ესე იგი სიგიჟე უკიდურესობა და გარყვნილება უწოდეს რასაც თავს ახევდნენ მათ აი ულსაიდიდან ფული მოდიოდა მთელი ტრაშები ფულის რისთვის უკვე თვითონ ამბობს ამერიკის აწინდელი ხელისუფლება საზოგადოების გარყვნისთვის LGBT თემს უხათ ამარაგებდნენ ფულით და პროპაგანდა აგიტაციას იმიტომ უნდა პარადების ესე იგი გამართვა და ის არის მათი დიდი გამარჯვება იქნებოდა და გადაედებოდა ეს ახალგაზრდა ახლა მე და თქვენზე ისინი გავლენას ვერ იქონიებენ მაგრამ არ უყოთ ამ ახალგაზრდებს ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდებს ყრმებს გარდატეხის ასახში როგორც ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა ახალგაზრდა კაცის სული გავს სარიელ დაფას რასაც წააწერ იმას იტვირთავსო ანუ ქართულად რო თქვა სარიელ ქვებში რასაც ჩაასახებ იმას ამოგძახებს და ამ გავლენის მოპოვება უნდა რატომ სწორედ პირველყოლის ახალგაზრდები რომ თუ ახალგაზრდებს დაიმორჩილებს იმერს მომავალი არ ექნება დიდი მცდელობები იყო ჩვენგან წარსულის დავიწყების გაშარժება ჩვენი დიდი მეფეების თამარის დავითის ვახტანგ გორგასალის ეს მასხარები გახსოვთ რა ფერა უცნაური დრო მოვიდა აი ნახეთ ის რომ გლობალისტები მართავენ სინამდვილეში ეშმაკის მსახური თევზ დედამიწაზე ესე იგი აბა თუ ქვეყნებს მოვლენებს წარმართავენ და სხვა საიდან ჩანს უკრაინაში დააყენეს მასხარა პირდაპირ შუტ პირდაპირ იგაგები მასხარა იყო პროფესიით და დღეს ეს მასხარა ამერიკაში ჩუასუსტი ადამიანი კი არა დავცინი ასე კიდე იყო ჩუასუსტი დემენცია ჰქონდა დაწყებული ვერ დადიოდა წესიერ ყოველ სამნაბიჯი ეცემოდა ავისხლებოდა სათუნა გასულიყო ეგრეთ წოდებული სიტყვის შემდეგ რომელიც ხშირად ეწერა დახაზული ჰქონდა სქემები რომელ კარებში გასულიყო გამოსვლის შემდეგ ამით რასაჩვენებდნენ გლობალისტები რომ ეს არის ფორმალობა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი ჩვენ მართავთ მოვლენებს და თუნდაც მასხარას მიერ ჩუასუსტის მიერ და ასე შემდეგ და აქ ჩვენთან წააწყდნენ სრულიად მოულოდნელად სადაც თურმე დახარჯეს უკვე 52 ბილიონი დოლარი წინააღმდეგობას ესე იგი ამ ხელა ფული დახარჯეს და ხელიდან ეცლებათ ქვეყანა გავლენა საბოლოოდ ვერ მოიპოვეს რატომ კიდევ გითხრათ შეგახსენებთ რაკი მორწმუნეები ხარ წმინდა მამათა წინასწარმეტყველება ბოლო დროს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს რეჟიმი რო დამხარ ამ პროცესში ვართ რომ იცოდეთ თქვენ გამოიღვიძეთ მაგრამ როგორც ასეთი სატანა წარმატებას საბოლოოდ იქ ვერ მიაღწევს აი ეს მოხდება თქვენ რომ იცოდეთ ისეთი დღეები დაუდგებათ ჩვენს მტრებსაც დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც თავი თავად ექნებათ გადასარჩენი
ისინი ეტლებით, თუნებით, მზაკრობით, ულტრათანამედროვე იარაღებით, დოლარებით, ევროებით ჩვენ უფლისა, ღვთისა, ჩვენისა სახელით ავსდებით და აღვემართებით. აი ზეციური დედოფალი, ჩვენი საფარველი. ეს ინასარმეტყველება ეკუთვნის ლავრენტი ჩერნიგოველს. ეს უკაცრავად. იტყვიან, რომ ჩვენ რუს წმინდანებს არ ვაღიარებთ. რუსოფობები არიან. კეთილი. მე მინდა დაგიზუსტო გაუნათლებელო, რომ ლავრენტი ჩერნიგოველმა კი არ წარმოთქვეს ინასარმეტყველება, ლავრენტი ჩერნიგოველმა წაიკითხა, ეს მოისმინა და ჩაიწერა. ვისგან მოისმინა? ენუქ წინასწარმეტყველი ეჩვენა, მთელი ღამე საუბრობდნენ მასა, მონოზონი უსმენდა ქვედა სართულიდან, მთელი ღამე აშკარად ეჩვენა, არა ზმანებით და არა სიძვრეულად, მთელი ღამე მართალი ენუქი და იოანე, ორი ყველაზე უფრო დიდი წინასწარმეტყველი გამოეცხადა მას და ესაუბრნენ ბოლო შანს რა მოვლენები განვითარდა, მათ შორის რუსეთში დასავლეთს რა დაემართება და იქვე ახსენეს ღვთისმშობლის წილხვედ რივერიანი. რატო გადარჩება? როგორი დიდი ესე სუპერ სახელმწიფოების დაწოლის ქვეშ არის და მაინც ფეთქავს დღეს ქართული გული. ქართული შეხედულებებით, სარწმუნოებით და ესე შემდეგ. მოკლედ უშუალოდ მამული ენა სარწმუნოებით. დაგვიფლიტეს თუ დაგვიგლიჯეს საქართველო და ქართული სული და გული ის მაინც ფეთქავს, სოციალია და გადარჩება. ღმერთის არაფერი შეუძლებელი არ არის. ხო და ეს დიდი წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ, ანცნეს მათ შორის და რატო გადარჩებაო? თავად განმარტეს, რადგან ამ ხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. თქვენ იცით საყვარელო ვინ არის ღვთისმშობელი მარიამი. აი ჩვენ გასულ ქადაგებებში გაგვით ვახსენთ, მათ შორის ღირსი ეპისკოპოსის ილია მინიატის თხზულებიდან, ხობილიიდან, ქადაგებიდანაც. კერძოდ, რომ წმინდანების ლოცვა უფალმა ღმერთმა შეიძლება შეისმინოს, შეიძლება არ შეისმინოს, თავისი დიდი სიბრძნით უწყის. მაგრამ რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს, ის მოვალეც კი არ, რომ დედის სურვილი შეისმინოს და აღასრულოს. გესმით ვისი მფარველობის ქვეშ. თორემ ჩვენ წინაპრებს ახოვანება, გმირობა, ვაჟკაცობა, სამხედრო გამოცდილება, თქვენი ხრიდოლი და მრავალი სხვა მქონდათ, მაგრამ ამან კი არ გადაარჩინა პირველ ყოვლისა ღვთისმშობლის მფარველობა. კონკრეტული მაგალითები სხვა ქართლის ცხოვრებიდან შემიძლია მოგიყვანოთ. მოგოლებს რომ წაყვანილი ყავდა 12,000 ქართველი საომრად, როგორ გადარჩნენ. უცხო თესლმა მოკლა მათი წინამძღოლი კარავში, ჩუმად ყავი ქართველებს და რატო დაგრავდათ ქართველებს? იმიტომ რომ ყველაზე მამაცი და ახუანიერი უამრავი დაპყრობილი ხალხები ყავდათ მონღოლებს, ქართველები იყვნენ და მხოლოდ მათზე მიიტანეს ეჭვი. მათ ქონდა დიდი სამხედრო გამოჩეული იყო ჩვენი მხედრობისა ის ქართველობა 12,000. შეეძლოთ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ებრძოლათ. მაგრამ ეს არ იმიტომ რომ ლაჩრები იყვნენ. არამედ ყოვლისა მიმართეს იმას, ვისაც შეეძლო მათი დაცვა და დაფარვა. ბასილი დიდი საუნს კეთილს აიღს, თუ ყოველ საქმეს ლოცვით დაიწყებს ქრისტიანთა ლოცვით წარმატება ექნება. ყველა როგორც ერთი გარდამოხდა ცხენიდან, მუხლი მოიყარა აღმოსავლეთისკენ, აღაფრეს ხელები და წარმოთქვეს ეს ცნობილი ლოცვა. მოწყალებისა კარი განვიღე კურთხეულო ღვთისმშობელია, რათა რომელი ესე შეგესალ, არა დავესწრეთ, არამედ განვერნეთ წინააღმონთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. მოხდა სასწაული. როდესაც მათ ილოცეს, იქ ლერქაშებში ჩამალული იყო ნამდვილი კვლელი. გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და აიძულა, რომ გამოსულიყო. აიძულა როგორ ძალით კი არა. აი ხომ ხედავო, შენს გამო რამდენი მართალი სული უნდა მოწყდესო. და ისეთი დიდი გავლენის ქვეშ მოექცა, ისეთი თავდავიწყებაში ჩავარდა, ადგა და რასაკეთე და ხეირიათ არცით გამოვიდა ლელქაშებით და დაიწყო ყვირილი, ძახილი. მე ვარ, რომელმა მოვკალი თქვენი წინამძღოლი. დაფლით ეს მონღოლებმა ის, ქართველებს ბოდიში მოუხადეს. აი რა ძალა აქვს ლოცვას, აი რა მფარველობა აქვს ღვთისმშობელ მარიამს და რამდენჯერ ყოფილვარ, რომ ლომები მოდიოდნენ ჩვენზე იმპერიები და ღვთისმშობელ მარიამის გადარჩენა. იგი წარმოგზავნიდა ხშირად ამა თუ წმინდას, მათ შორის დიდხურში ჩვენი დიდი მოწამე, ძლევა შემოსილი კაბადოკიელი ქართველი წმინდა გიორგი წარმოგზავნა და რა მოხდა თქვენ გახსოვთ. თავად თურქები ხედავდნენ თვალნათლივ, რომ ქართველების წინ მათ სათავეში იბრძოდა დიდმოწამე გიორგი. ძლევამოსილი
გამარჯობა ძლევა ის საკვირველი როგორც ქართლის ხორ გამოწოდა მოიპოვეს მათ აი ვის უნდა მივხვდეთ აი ვის უნდა მივხვდეთ აი ვის იმედი ეს დაკნინებული ღვთისგან გაუცხოებული ფულის მონები ქართველები დღეს იმედს ამხარებენ ზოგი რუსეთზე ზოგი ამერიკაზე ეს არასწორია ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ ძალებს მაგრამ არ უნდა დავემონოთ არც მათ იმედზე ვიყოთ მათ არც მალავენ თავიანთი გეოპოლიტიკური სტრატეგიული და ასე შემდეგ ესე იგი ბიზნესები შერაში ჭირდება შეიძლება მუშახელა დაგიტოვოს აქ თავისი გაცხრომისთვის და უკიდეც ეს გეგმები 10 მილიარდი მოსახლეობის ერთ ოქროს მილიარდს ეძახენ ოქროს მილიარდზე ჩამოიყვანონ არ მინდა ამაზე გამწვით ლაპარაკი არაერთხელ ვისაუბრია მაგრამ ზოგიერთისთვის ისია ეს საუბრები ჩემი თუსვის შეაყარე კიდეც სერჩი მაგრამ ეს ჩვენ ნირს არ წაგვიხდეს სანამ ცოცხალი ვარ ღვთისმადლით მე ჩემით არც არაფერი შემიძლია სიცოცხლის ბოლომდე ვიქადაგეთ ჭეშმარიტებას და იმას რაც განმზადდა ღვთისმშობელმა მარიამმა თავის წილხტომ პირველი წილხტომი ქვეყანა აი მოთხიდა ივერიას აი ვისი იმედი უნდა ქონდეს აი ვისი იმედი უნდა ქონდეს ფულის იმედი რა ფული შეგიძლია ტრაპმა მოაწერა ბრძანებას ხელი 3 თვე ეს დაფინანსება შეწყდება საქართველოში გახედეთ ქუჩაში როგორც შეცირდნენ ისინი ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს რომ ისინი არიან ფულის მონები ფულის გამო გამოდიან და ქვეყანას ზიანს აყენებენ ეხლა ცენტრალური მაგისტრალების გადაკეთება უნდა დააკნინონ ეკონომიურად და ასე შემდეგ ამაოა მათი მცდელობა სირცხვილი მათ ამ ქართველებს ღმერთმა გულისხმა მისცეს და სინანული ამაზე უკეთესი რა უნდა უსურვოთ ჩვენ მორწმუნეებმა უწყნო ნაწილს ჩვენი ერისა კაი არის ის სახარება არახარ მორწმუნე ისტორია მაინც აიკითხე რამ გადაგვარჩინა მაგრამ ისტორიასაც ამუჩათ იგდებენ მაგრამ რა არის არანაირი ოპერაციები არ მოხდის შენში შეუფერებელ გულისხმ მათ შორის გემოთმოყარების და ნაყრვანების ეს მორალურად ზნეობრივად უნდა დაამარცხო რატომ კიდევ იმის გამო რომ ეს ადამიანი რომ გარდაიცვლება ეგ იქნება მე თუ სხვა თუ აქვე არ დავამარცხებთ გულის სიტყვებს სული რომ დატოვებს სხეულს სხეულის თვისება სოდოს ის ითხოვს ამას სოდვი დაცემის შემდეგ სხეული დარჩება მიწაზე გაიხსნება სული წავაიქდა რას წაიღებს თან რაც ქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გემოთმოყარების გულის სიტყვები სიძვის აპარტავნების მრისხანების განკითხვის ეს ყველაფერი გახვება რატომ იტანჯება იქ ჯოჯოხეთში იტანჯება პირველ ყოვლისა და არა მარტო ამიტომ რა თქმა უნდა იმის გამო რომ გულის სიტყვები გაყვა აქ სურვილი მაგალითად ბევრი ჭამოს მრავალფერი ჭამოს ხორცი აღარ აქვს და ვერ იქმაყოფილებს იტანჯება ამიტომ თქვენ თავზე ხო გაგიცდიათ რაღაც რო ჩაგიფიქრებიათ გინდა ძალიან და სიგიჟემდე მისულხათ როცა ვერ იხებთ მე მინახავს ასეთების მათ შორის ტაძარში მოსულები ვიშველი რამე უმამო გამოტყდობია არ შემიძლია გათავისუფლე არა და ვხვდები რომ უკვე ვიждები მე მგონი ჭრიდან გადავდება ასეთების ყოფილა გვიმოცია ასეთების რა არის ეს არის შეპყრობილობა მონობა გულის სიტყვების მიმართ ეს არის ეშმაკეულობა ეს არის შეპყრობილობა აი მაგალითად გლობალური ხელისუფლება შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით თავიანთი ცუმესიის მოყვანით რომელსაც ანტიქრისტე ქვია ჩვენს ენაზე ქრისტიანებისა ვიღაცა შეპყრობილია სიცვით მაგრამ ვიღაცა ნარკომანია მოსულან აქ ამ დღეებში შეიძლება აკაცდას ახლა ღვთისმადლი ჩვენი მრევლი გახდა უტირია უნდა რომ განთავისუფლდეს მარიხუანას ტყვეობისაგან არის შვილების დედა ამავე დროს და ვერ თავისუფლდება და აი თქვენი ქადაგებები მოვისმით იმედი გამიჩნდა წამოვიდა ჩვენ ძალისაგან ვესაუბრე დროთა განმავლობაში ის განეკურნება მარიხუანას ვინც სისტემატურად მოიხმარ ტვინის ქერქი ავადდება ამ ადამიანის იშლება ბოლოს ეს ყველა უნდა გაითვალისწინოს თქვენ ახლა დაუკვირდით როგორი ტაქტიკა აქვს ჩვენთან ბრძოლისა ჩვენს თანამედროვე მტრებს დასავლეთი ევროპა იქნება შტატები როგორი ტაქტიკა შემოაგდეს სექსუალური რევოლუცია ნარკოტიკები ეგრეთ წოდებული თავისუფლებების და უფლებების ქადაგება აი მაგალითად ისეთ სიგიჟემდე მივიდნენ რომ ამობენ რომ სხეული ეს არის შენი სივრცე
ეს არის შენი ავტონომია, ჩემი აი ლესბოსელი გოგონა გამოდის კალმით ნახატი არის ცრებლები მომადგა რომ შეხვდეთ იმ კაცს. რა ლამაზი იყო და რას ლაპარაკობ თავრობის საკრიცი რამდენიმე წლის დემონსტრაცია პატარა 10-12 ლესბიანკა და ამათბავანი დგას და ამბობს რომ ჩემი სხეული ჩემია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. სხეულის ავტონომია, ჩემი სივრცე. როგორ საგვარეულო პავლე მოციქულო რომ მწვერვალი 2064-ში აიტაცა და მეორე სახარება ქვია მის ეპისტოლეებს რომ გვასწავლის რომ რუსობა არის უმძიმესი ცოდვა სასიკვდინე ცოდვაში შედის და ამბობს რომ ყოველგვარი ცოდვა კლავს სულს ადამიანის ეს ერთადერთი ცოდვა როცა სულთან ერთად ხორცაც კლავს რომელიც ტაძარია ნუ თუ არის სული წმინდისა ესე პავლე მოციქულის შესწავლა რომელიც საზრდოობდა ამ სწავლებითაც და მადლიდა ქრისტე მაცხობისაგან, რომელმა 10 მცნებაშიც კი შეგვიტანა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სწავლება, არა იმრუშო. ეს მოიცავს ეს ორი სიტყვა მრუშობის ყველა სახეობას, მათ შორის სოდომს, ტრანსგენდერობას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანები ღმერთს უჯაყდებიან. ამბობენ, უფალო, შეიძლება სადღაც არსებობ გრუბლებში, მე შენ არცნო. ჩემი მამა არის სატანა. გითხრა თავად ქრისტემაც. თქვენი მამა ასეთებს ხედი რომ განარჩა ქრისტეს გულელებზე და მტრებზე თქვა, თქვენი მამა არის სატანა. ანუ მიმდინარეობს საყვარელო გამოფხიზლება. სატანიზაცია მთელი დედამიწის მოსახლეობის, სხვანაირად ვთქვათ, დეევანგელიზაცია. სახარების სულისაგან და მსოფლმხედველობისაგან განთავისუფლება. და ადამიანი რომ ღმერთს დაკარგავს, გაუწყობდება სახარებას, სწავლებას, რა რჩება? ხეთზე საშინელი არის. ადამიანები მართლაც შადიან ისეთ ცოდვებს, რომელსაც ხეთი უბრალოდ იმიტომ ვერ მოიფიქრებს, რომ გონიერი სული არ აქვს. აზრეთაც არ მოუვა და სიცხვილეს გამო ტაძარში დგავარ, მოძღვარი ვარ და მორწმუნენი, მათ შორის ქალბატონები და ქალიშვილები, ვერ ვიტყოდი რა ცოდვებსია, მაგრამ ალბათ მივხვდი. ამის პროპაგანდირება, ტირაჟირება მიდის პრესა, რადიო, ტელევიზიით. აი რითი გვებრძვიან ისინი. ყალბი იდეოლოგიებით, სოფხედველობებით, სულსწავლებებით, სექტების გამრავლებით და ასე თუ ჩვენ დავიდოთ რელიგიის საქმე და დაწესებულება ეროვნულმა მოძრაობას უიადის რომ გააუქმა და ამათ აღადგინეს. ესე იგი წასული რეჟიმის სააკაშვილის აღადგინეს. ვის უფლებებს იცავს? ეგრეთ წოდებული უმცირესობის. ყველას უფლებებს იცავს და არა მართლმადიდებლობის. მართლმადიდებლო ქვეყანაში როცა შეიძლება მართლმადიდებლობის საუკუნე მართლმადიდებლები ვარ. აი მაგრამ კონკრეტულ მაგალითს გეტყვი. ეკონომიკის სამინისტრო, როდესაც ჩვენ მე და ნამაიოანე, ჩემი სულიერი შვილი იყო, დავიწყეთ რომ მონასტერი ავეგო. მივმართეთ თხოვნით, გამოგვიყვეს, ესე იგი მოხადვერდის საფლავს მიღმა ტყეში ძალიან კარგი ადგილი მონასტრისთვის. პატრიარქის კურთხევა ჰქონდა. წარმოიდგინეთ. რელიგიის საქმეთა საბჭომ თუ რა ქვია, ამ დაწესებულებ უარი თქვა. მან არის კიდე ერთი რა შენი საქმეა. მე რამდენი შვილი მეყოლება, 1 თუ 30. მე ხომ მეცნობ. მე მას არ დაუთმობდი, უბრალოდ მოვერიდე ჩვენს პატრიარქს. ყოფას უკირებდი მაგას. ვინ ხარ შენ? პატრიარქის კურთხევა მაქვს. ეკონომიკის სამინისტრო ხელისუფლებამ გამომიღო და შენ ვიღაც ხელოვნურად შეკოწიწებული დაწესებულება ეწინააღმდეგები ამას. თვის მაგლი ჩვენ სხვა ადგილი ვნახეთ და ასე შემდეგ. აი ესეთი მდგომარეობა. ამან გააველმურა ჩვენი ხალხი სულიერად. ვეღარცნო ქართველს. აი უცხოეთში წავიდა მაგრამ ქართველი დაბრუნდა შეხედა მეუბნები მამო ვეღარც როგორ არის ქართველების შესულები. გარდა იმისა, რომ სამუდამოდ გარბიან საქართველოსთან. ზოგი გაჭირვებამ წაიყვანა, ზოგი ეს გასაგებია და მისაღებია. მაგრამ ვინ სამუდამოდ გაკიდეს, მე ვიცი ბევრი სახლკარი და წავიდნენ დასავლეთში საცხოვრებლად. უკეთეს პირობებში, ასე ვთქვათ. დედა, რომელიც დღეს ესე იგი ძალადობის ქვეშ არის, მისი დედა, თუ ჩრდილოეთიდან, თუ დასავლეთიდან, მიატოვეს. ზოგიერთმა როგორც მითხრა, როცა ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ის მოდელია, რა მოდელი ხარ, შენ რა მადლი უნდა გამოვიდეს მეთქი. ამას რო ამბობ, საქართველოს აქ დაბადებული ტოლბილია სხვათა შორის აფხაზეთიდან. ჩვენი მრევლი. შევრისხე ავფეთქდი. შენნაირი წამხდარი ქართველები რა თუნდა ჩვენ სამშობლოს მეთქი. საერთოდ არ წამოხვიდებთ. ორი ბინა იყიდა, იმას ვიღაცამ 3 იყიდა, ვიღაცამ 30 იყიდა. და უბრალოდ ზოგიერთი ვალიფს იქნის, ეს კიდე გასაგებია.
ესე იგი რა, როცა უჭირს დედას მიატოვებ, კარგად რო იქნება, მოხვალ და მერე წილს მოსთხოვ მემკვიდრეობას. სამადლოდ მეზობელმა მოუაროს, დედმა მიშვილმა ვინმე მოუაროს, ვიღაცა მოუაროს. უკეთეს შემთხვევაში ფულს გამოუგზავნი და მოუაროს. და უპირატესობა ამასაც არ აკეთებ. დედას კი არა, ცოლ-შვილს არ აქცევენ ყურადღებას, ბევრი გაქცეული იქ. შვილს რომ ამას გაუკეთებ და დედას, არაფერ ქართველი არ ხარ, შენს თვალში შენ ადამიანიც არ ხარ, საქონელი ხარ. იმიტომ რომ პირუტყვი არ აკეთებს ამას. ნებისმიერი სახის პირუტყვი აიღეთ, თუ მიატოვებს თავის შვილს და თავს თუ არ გასწირავს მისთვის. ესე იგი რა, პირუტყვია რო ამბობენ. ეს გამოთქვა უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვთქვათ, პირუტყვზე დაბლა დგას. იმიტომ რომ პირუტყვი ამას არც ასე უკუღმართულად იმრუშებს. სოდომურად, როგორც ადამიანები იქნან. და არც დედას და არც შვილებს არ მიატოვებს. ცოლმა რა დააშორე, ცოლი რატომ უნდა შენ უფალი მოგკითხავს, ახალგაზრდა ცოლი რო დატოვე და იქ ქალებში დარბი ხარ თუ ვითომ ოჯახი შექმე და სხვა ერიშვილებს ამრავენ. უფალი არ მოგკითხავს, რა სასტურის წინაშე დააყენე შენი ახლა მე ხო მათ აცარებებს ვისმე. ზოგი მეძავი გახდა. ზოგი სასოწარკვეთილებას შავრა დეპრესიაშია. ორი მათგანი ვიცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა მისი ქმრის ანსაქციელისა და ღალატის გამო. ერთი ორმა მითხრა, რომ შვილებს ვერ უყვებავ და იძულებული იყო სხეული გაეყიდა. იმრუშა, მრუშობის დღას და ვის მოკითხა თუ არა პიროყოლისა ქმარს. პავლე მოციქული აქვს მათთვის რა ავტორიტეტია, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი ავტორიტეტია. ცოლ ქმარზე ლაპარაკობ, შემოსამსო. დედაკაცის სხეული არ არის მხოლოდ დედაკაცს, არამედ მამაკაცს, მისი ქმრისო. და ქმრის სხეული არ არის მხოლოდ ქმრის, არამედ მისი ცოლის. ორი ერთია გვირგვინობის საიდუმლოებაში. ესეც არაფრად აღარ მიაჩნია. არანაირი სინამდვილეში დადებითი ფასეულობები ასეთ ადამიანებს აღარ აქვს. ეგრეთ წოდებულ ახალ ქართველებს. შემოდის რაღაც სულიად უცხო და ვერ ხდებიან ეს ბრიყვები და გონება შეზღუდულები, რითი ამარცხებენ და ებრძვიან ქართულ სულს. და ეს აღარ უყვართ ეს შენი ქართული სული არ უყვართ, არც წარმომავლობს ერთხმინება კიდე წასწებიც არის. მაპატიე პირდაპირ ვიტყვი, ზანგების კვარტალში ცხოვრობენ, აქედან რომ მიდიან, აქ ჩამოდიან და ზევიდან გვიყურებენ რა. აღარ მინდა უფრო დაწუნმანებით მოყვებით, რომ მათ საუბრებს და ასარებებსაც ვისმენ. ვინ არიან და რას წარმოადგენენ. ღმერთმა ყველა ამას სინანული მისცეს საცხოვნებელად სულისა. შენ წახვალ თუ წამოყვალ, წარწმენდილი ქართველი. საქართველოს გადარჩება, იმიტომ რომ ღმერთმა ინება. იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება აქვს მას. და არ შეუძლია უარი უთხრას უფალმა მის თოვნას. და პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ღვთისმშობელი მარია ავედრებს მათ ვისაც უყვართ მისი ძედა ღმერთი უფალი იესო ქრისტე. უყვართ თავისი წილკვედრი ქვეყნები. ჩვენმა ისტორიამ დაამოწმა ღვთისმშობელ მარიამის განუსაზღვრელი სიყვარული ჩვენი მოდგმის მიმართ, იბერთა მოდგმისა. აი ჩვენ ამისი ერთგული უნდა ვიყოთ. ჩვენი წინაპრების ტრადიციები უნდა გავაგრძელოთ. მათი სწავლება, მათი სარწმუნოების მოწაფეები უნდა ვიყოთ და არა მათი. ესენი დღეს არიან, ხვალ არ იქნებ ნახე რა მალე მოეხაზათ ეს სიტყვა მინდა ვიხმარო, ხელისუფლება რო შეიცვალა. ყოლაფში არიან უკვე. ეს ყიანყრამი დაწესებულები, რომელიც ამარაგებდნენ და ესე იგი ამზადებდნენ უცხო ქვეყნებში ფაქტიურად შეჭრას, რევოლუციებს, გაფრთხილებას, ანუ წესვალ რევოლუციას და სხვა, ყველა ესენი გვერდზე მიწიეს. ზოგიერთ საციხეთ აქ ეხლა იქ შეერთებულ შტატებში საქმე. აი ესე იგი დროებითია მათი წარმატებები. ჩვენ იმას უნდა შევუდგეთ, ვისი ნებაც, სწავლებაც და მოქმედებაც არის წარუმატებელი და შეუძლებელი. მამას, ძეს და სულიწმინდას და ყოვლადწმინდა დედას. და მადლობა 1000 უყავს ჩვენთვის გაუგებარი მისესების გამო, ღვთისმშობელი მარიამი ჩვენი წილკვედრია. აი ამ ტაძარშიც კიდევ ერთი ზეიმია მისი ახალი სხვა ხატის ყოველთა დედოფალის შემობრძანებით. და ღრმად გწამდეს, რომ აი ახლაც ამ საუბარში იგი ჩვენ შორის არის. რა თქმა უნდა, ხორციელი თვალით ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, არა მარტო გონების თვალით, ხორციელი თვალით, არა თუ ღვთისმშობელ მარიამს და წმინდანებს, წეციურძალებს, ხელთუქმნელ ნათელსაც კი ვიხილავთ, როგორც დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ პალამამოს, მაგრამ სამისო საჭირო განწმენდა საყვარელო. აი ახლა მე რომ ნებისმიერ ქვეყანას თვალებზე ხელი ავაფარო, ვერ დავაბრმავებ, მაგრამ ვერც დაინახავს მეორეს ხელი. ჩვენ გვაქვს პოტენციურად შესაძლებლობაში გონების თვალი მოცემული, მაგრამ ხელი გვაქვს აფარებული ჩვენი ცოდვების სახით. გამიგეთ საყვარელო. ეკლესია სულ ამას შემოღაღადებს. შეინანეთ, განიბანეთ, განიწმინდეთ. რომ ახალი კაცი
აღმოშობოს უფალმა შეში. და გულისხმობ არა მარტო ნათლისღების, ნათლობის საიდუმლოებას ერთშვილთაგანს, არამედ გულისხმობ ყოველ სინაულსაც, აღსარებას, იმიტომ რომ დიდი მამა იოანე მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს, ყოველი გულითადი, გულის შემოსვლებით გამოთქმული აღსარება, ანუ სინანული არის ახალი ემბაზი, ახალი ნათლობაა. საკუთარ წრეში სინანულისა განიბანება ადამიანი და ახალი ადამიანი აღმოიშობა. როგორც დიმიტრი როსტოველი იტყოდა, სულიერი არწივები ამოფრინდებიან ქრისტიანული ემბაზიდან. არწივი კი რა მაღალ სივრცეში ნანაობს და დედამიწაზე თაგვი რა არის, იმასაც კი ხედავს, არაფერი გამოეპარება. დასტური იმისა, რომ უფალი ზრუნავს ყოველი ადამიანის ხონებაზე, თვითონ თავად ნახეთ რა საბრალობელი ხმით ამბობს. მეორე ყოველი ადამიანის გულის კარზე. ციხსა და ქვეყნის შემოქმედია, ანგელოზები ვერ მიხედვენ მის დიდებას. და როგორ საბრალობელად გლახაკივით ამბობს, ყოველი ადამიანის გულის კარზე ვრეკ, ანუ ვაკაკუნე. ეგების ვინმე ვისმინოს და განმიღოს გულის კარები და თუ გამიღებს მე ქრისტე მაცხოვარს, მაშინ ჩემთან ერთად მაშინ მის გულში, მის არწივაში შევლენ მამაი ჩემი ზეცათაი და სულიწმიდა ღმერთი. ადამიანი გახდება ღმერთშემოსილი, ყოვლადწმიდა სამების სადგური. ეხლა მოდი ესეც ვიკითხოთ, რატომ რეგს ჯოჯოხეთის კლიტენის შეფქნა და შელეწა ჯოჯოხეთი, ადამიანი რა არის, ღვთის გამარისხებელი არსება დღეს მის გულზე მორიდებით რეგს, რომ არ შეაწუხოს ზედმეტად. რატომ? იმიტომ რომ მან ადამიანი ყოველი შექმნა თავისუფალი ნების მქონე არსება. ამით არის ხატი ღვთისა ადამიანი, პირველ ყოვლისა. ამიტომ მის ნებას არ აქვს განსაცდელებით, ავადმყოფობებით, გონებაშიც ელაპარაკება ხშირად, განშის, ფათერაკებით, ქვეყანაში რაც ხდება, რაც მის გულში ხდება, ოჯახში, საზოგადოებაში ცდილობს დააფიქროს ჭეშმარიტებაზე. და თუ ადამიანი დაფიქრდება, მეტადრე ქრისტეს წმინდა სხეულს მიაკითხავს, ანუ ეკლესიას და განოხებს გულის კარებს, უფალი შედის მასში. ახალი ადამიანი იბადება, უკვის როგორ იზიარებდა იმ მერკანტილურ შეხედულებებს დაკნინებულს, როგორ სოდავდა და რაც თავარია, როგორ ხალატობდა უფალს, რომლის სული უკვე შეიცნო როგორია, როგორც ესაიას პირით ამბობს, მამა თავის ძეზე და ღმერთზე. ისეთია იესო ქრისტეს სული, ბრწყინავ პატროქს არ ჩააქრობს და ლერწამს არ შემოსავს, არ გასტეხს. აი როგორია სული ქრისტეს. მაგრამ როდესაც იგი მოვა მეორედ მოსვლით, არა უკვე დამდაბლებითა და ჯვარცმით, არამედ განჟად ცხოველთა, ანუ ცოცხალთა და მღვდელთა, იქ კი მოუდრეკელი იქნება უფალი. იქ აღარ შეჭრის სინანული, რომელიც მეორეშობა ყოფილა, ცრემლი, აღარაფერი აღარ შეჭრის. ის რაც ყველაზე ძვირფასია ქრისტიანობის დედამიწაზე ადამიანის, იქ უკვე აღარაფერს არ ნიშნავს. სამისოთ შენ მოგცა ღმერთმა ცხოვრების წლები და აწლეულები. შენ არ ინდომე, არჩევანი გააკეთე. ეს მისი ნება, ეს მისი არჩევანია, დღეს ამბობენ ეს სრულგარკვეული ადამიანები, რომ არც იციან რას ამბობენ სინამდვილეში. კი, შენი ნება იბოზე, იმროშე, იმამათმავლე, ფული იპარე ხაზინიდან თუ კერძო პირებიდან და ასე შემდეგ აღარ ჩაყვები. იყავი ნებიერი თამამი და გაცხრობ ამას მიყვილი. იქ რომ მიხვა გამოთქმა უბრალოდ ასეთი 4-ხად მოიხრები ღმერთის დიდების წინაშე. სანამ ეგ მოხდება, უკვე შენი გარდაცვალება შეთვის უდიდესი განსასწრელი იქნება. წმინდანები ნატრული მოვედ უფალო და გამიყვანეო. უფალში იყვნენ უკვე და უფალი ბაჩი იყო. ესები ინატრებენ, ან ასე გონიათ, ანუ თუ არადროს მოკვდებიან, ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეების კვდებიან, პოპულარული პიროვნებები, დიდი ძალაუფლებო, დიდი ქონები, რა არის დაწაიღესთან. არის არაფერი, გარდა სირცხვილისა და ცოდვებისა. რატომ არ ფიქრობენ, რომ ისინი მოკვდავები არის? აი ისიც არ აფიქრებ. ეშმაკი ართოს. ყველანაირად თუ ადამიანმა ყველაზე ძვირფასი და არსებითი არ იფიქროს. მომავალ საუკუნო, ანუ მარადიბულ პეტრზე. ფლეთოვი, გოდაორში, ლიკანში, ბაკურიაში, და სპორტული შეზღუდვებიც არის უკვე. მანქანა იქაც როგორც არ არის საცობები, იქ არის საცობები. ღამის კლუბებში
რესტორნებში ქალები შედიან, ხარებივით სვამენ. მათ შორის არაყს. კარგი რა უნდა გაიგოს ღვთისმოსავლა დედაკაცმა რესტორანში. სულმავი არ მივიდეს ამ მისნი. კარგი რა უნდა რა მაგალითები უნდა აიღოს იქ. დედები არიან ეგრეთ წოდებული დიასახლისები, სახლში სათილს აღარ ამზადებენ. კაფეში ან რესტორანში ჭამენ ან შეკვეთილები მოაქვს და იმას ჭამენ. მისი ხელი და რო გაკეთებული და მოტანილი. სიყვარული აღარ აქვთ. აღარ ჩვილების, აღარ ქრისტე მარტო ახლა ქალებს რომ მივადექი არა თქვენი ხელი. კაცებიც ესევი არიან გადაგვარებულები. შვილები ვერ იცნობ და ვერ იტყვი რომ ის შვილია დედის ან მამის. დანარჩენზე არ უნდა საუბარი. უფალი ჩვენი კი მიუხედავად ჩვენი ღვთის გამარისხებელი ცოდვებისა ტოვებს სოცხლებში. ის ამბობს ერთ-ერთ ფსალმში წინა საყვეთელი. სისკარსაც მოსმენდი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისა. წამის ყოფა შეუძლია ნებისმიერ ადამიანის სული გაიყვანოს. რატო აყოვნებს? სინანულის დროს გვაძლევს. მარტო დროს კი არ გვაძლევს. მადლს გვაძლევს. როგორ? ცხოვრებაში რო რაღაცები ხდება, არ იცაკური და მიიღე და მადლიერების ზონა, მადლიდან მოდის, გიჩნდება. ან ავადმყოფობა შეგატყვია, მე ასეთ ავადმყოფობებთან ერთად დავდივარ. საერთოდ არ ფიქრობ და იცის სულის ხონება რა უყვდავება და როცა ხედავე რომ ვერავინ ვერ შვედი. ვერც სახელოვანი ექიდი, ვერც თავისი ფულები, ვერც თავისი ავეჯი და სასახლეები, მე ფიქრდება რომ ერთმა პირდაპირ მითხრა რა მიმაქვს და რაზებს რონალდიო მამა თუ რა სისულელეებს და რა მიმაქვს და მადლობა ღმერთს რომ სიკვდილი მალე გარდაიცვალა სიკვდილის ეზიარა შეინანა ასეთი გულახდილი აღსარება იშვიათად მომისმენი იყოს შუახნის დედაკაცი ქალურ ორგანოების სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა დიდი სამზალი წაიღო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი და ამით გარდამარისა ამ აქტით ასე თქვაც არის აჩვენა რომ ის ქრისტესთან დადგა. იმიტომ რომ ზიარების სახით წმინდა მამები გვასწავლენ არა მარტო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი შედის ადამიანში, არამედ თავად უფალი ღმერთი შედის თვით ანგელოსთათვის მიუწვდომელი სახით. როგორი თანამდებობა შედის ადამიანის პირის პოტენციაში, რომელიც ხრავია სინამდვილეში. სიმკრალით არის მარტო საჭოლის მონელების სუნებს და კი არ გულისხმობ იმდენად. იმენა ბილწობას როგორც აი ამ რევოლუციონერ ქალებს მოусმენთ როგორ იგინებიან კანასკნელის სიტყვები კაცები არ იგინებიან დღეს ასე რებს ლაპარაკობენ რა ქალი იქნება ეს რა დიასახლეს რა ცოლი და რა დედა მიუხედავად ყველაფრისა თუ ადამიანში სინანულია რამდენად ძვირფასია რომ კიდევ ერთხელ მიაღწიეთ ყურადღება შედის ჩვენი მხრალი პირის პოტენციაში გაივლის ფინსურ სიგზაგებს ნაწალავი რო ქვია კუჭი მე როგორ ხდება მისი შეთვისება ეს ჩვენ არ ვიცით ეს არის საიდუმლოება და განეფინება თუ წმენით მიიღეს და სინანული არა მარტო სულს მადლი ზიარების მიერი არამედ ადამიანის ხორცსაც, ანუ სხეულს. ამიტომ არის ხშირად ზიარების შანს ადამიანები იკურნებიან. თუ გუგლის შემოსვლებით მოვიდა და არა უბრალოდ თუ მოვიდა როგორც ასეთი. ჩვენ არ უნდა გავიგვერდეს სუფლის ასეთი თამდავლობა, რომ ამ სიბინძურეში შემოდეს ჩვენში. მოდი პირდაპირ თქვა. რადგან ჩემი უფალი, როდესაც შობით მოვიდა სულისაგან წმინდისა და მარიამ ქალწულისაგან, ორთავაზრით ხშირად გვითქვამს იყო მეფის შთაომავალი. არ გაჩენილა არც მეფის სასახლეში, არც დიდებულისა. გააშთა საჯღად ბეთლემს იქით ყრუველზე, პირუტყვის სადგომში და პირუტყვის ვაგაზე მიიწვინა. ხო ის საოცრება, ხო ის საკვირველება და თამდავლობა იქადაგა დაბადებისთანავე. თავისი შობით როგორც ასეთი, მან უკვე იქადაგა თამდავლობა და იქადაგა ის, რისთვისაც მოვიდა და ვისთვისაც მოვიდა. ანგელოსთა პირი. იმიტომ რომ ახლა ჩობილი იყო, ეხლა თქვენ ახლა ჩობილი არ ლაპარაკობს. ამიტომ არის რომ მიიღო ადამიანურმა ყველაფერი გარდაცვლილისა, ადამიანურ ბუნებას დაემორჩილა და არ უნდა ლაპარაკობდეს. ახლა ჩობილი ერთი დღის არც ის არ ლაპარაკობს, განაარძალოს. ის ხომ ღმერთია, მაგრამ არა, შემოვიდა რა ამ სამყაროში, ყველივე მიიღო ადამიანურ გარდაცვლილისა, კიდე ერთხელ ვიტყვი. დაემორჩილა ადამიანურ კანონებს, შულიც აღასრულა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ მან არასაკუთრებით ერთი დღის შობილმა ქრისტემ მაცხოვარმა არამედ ანგელოსთა რომლებიც სახურსულებად შექმნა თავად მან შორის ღვთისა და კაცისა
უბრძანა და აგალობა, აწინასწარმეტყველებინა, ის რისთვისაც მოდის ქრისტე, რისთვისაც იშვა ქრისტე. კეთილ რა იგალობდეს. წყემსები თავ დავიწყებით უსმედნენ და უყურებდნენ, უჭრედნენ ამას. უყურებდნენ ცოტა უხეში სიტყვა, უჭრედნენ, ჭრედა იყო ეს დიდების ხილვა. დიდება იქ მაღალთა შინაგმერცა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორისადო. მისტიურად სივრცეში ამ საგალობელში ანგელოზე მათ ჯვარი პატიოსანი გამოსახეს. აი რისთვის მოვიდა ქრისტე. და იშვა თუ არა, დევნაში მოყვა. იროდ აგრიპა ეძებდა მის სულს. და ისეთი ჟინი ჰქონდა და გაბოლოტება, რომ 14,000 ხრმა, სხვა გადმოცემით 154,000 ხრმა ბეთლემისა და გარეშემო სოფლების ამოწყვიტა, რომ ერთი მათ შორის ახლაჩობილი ქრისტე ყოფილიყო. აი როგორ დავხვდი ჩვენთან მოსულ მესიას. ჩეულიერი შვილებმა ბარაბა ამჯობინეს, ჯვარს აწვეს, ჩვენ დღეინდელად დღემდის ჯვარზე ამყავს უფალი ჩვენი ცოდვებით. იმიტომ რომ ღვთისმშობელი მარიამი ერთ გამოცხადება ჩემს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ცოდავსო და გადასდება ქრისტეს, ჩემი ძისა და ღმერთის ნევეს, ხელახლა აყავს ჯვარს მისთვისო. ხედავ ჩვილო რა ყოფილა ჯვარს ცოდვა, ცოდვიანობა, მეტად განუწყვეტელი. ჩვენ როგორც ქრისტეს მკვლელები, პირობითად ასე გავსამართლებით ღმერთის წინაშე. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ეხლა ყველანი გაჩვენებული ხარ, სიმყუდროვია დადაში. ცდილობ გულისხმიერად მოისმენთ, რა ჩვენი არ არის. ჩემი აქ პიროვნების თავისუფლება და ის რაც მე მაქვს, როგორც ასეთი 68 წლის ასაკში მოპოვებული. თვის სიტყვა. ამას ისმენ. აქედან გავა ისევ შრიამოლი ატყდება, გნიასი, წრიალი, რაფჭამო, რა ჩავიცვა. როგორ მოვიხინოთ ამას ამოსუფალი დადარდიანებული ხმით 20 საუკუნეში წარმართებებით, ხოლო ამაზე ზრუნავენ. ჩვენ ჭამას მისთვის და ხორცელი სიამოვნებისთვის როდი გაგვაჩინა უფალმა. ჩვენ თავად უფალმა როცა თავდაპირველად შექმნა პირველ ადამიანები ადამ და ევა, ჩვენ სხეული მოქცა, მაგრამ ამ სხეულს არ ქონდა ის თვისებები, რაც ჩვენ გვაქვს, ამ ხრწნად სხეულს. უხრწნელი იყო, რატომ? ღვთიური დიდებით იყო დაფარული. და როცა შესწოდა ადამ და ევა, მე შემოხდა ამ შემოვიდა სიკვდილი წუთის სოფელში და მოკვდავი გახდა ჩვენი სხეული. რას ნიშნავს მოკვდავი გახდა? კი, სხეული თავისთავად ყდება, იხსნება მიწასაგან, მიწაში ბრუნდება. სული უკვდავი ტოვებს ამ სხეულს. აი ეს არის გარდაცვალება, უფრო მკაცრად რო ვთქვა. სული ამით არ ყდება, ამით ყდება მხოლოდ სხეული. სული მაგრამ იმდენად ავართ ამ სხეულს შეჩვეული. ესე იგი მის თვისებებს, ჭამასმა, განსხვობა და ასე შემდეგ ხორციელ სიამოვნებებს. რომ ჩვენთვის ტრაგედია და ჩვენ ამას უწოდებთ სიკვდილი. მადლობა ღმერთ, სასავი და ღრმა ქართულ ენაში არსებობს სხვა სიტყვა. გარდაცვალება. რას ნიშნავს? ადგილის ცვალებას. როგორც პავლე მოციქულებს დროებითი მიწიერი სახლიდან, ამ პატარა ტაძრიდან ამოდის სული და გარდასახდება ღმერთის წინაშე, ვიდრე განაჩენს მიიღებს. თუ სამოთხის, თუ ჯოჯოხის სახით. რასაც დასწესავს საყვარელო მიწაზე, იმას მოემქვის ეცაში. ბევრსაც პატიებს თავის კაცმოყვარებით, ეკლესიის ლოცვას ითვალისწინებს, ახლობელს მოწყალება გაიგო შენ სახელზე, წილოცა თუ უსის მსხვერპლის შეწირვისას მოგისა, ამას უფალი ყველაფერს გაითვალისწინებს, მაგრამ ასე არ მოხდება, რომ უნამელი ცოდვილი სავსებით ცხონდეს და შევიდეს სასუფეველში. ჯოჯოხეთში შევა, მაგრამ ამ ყველაფერს ვინც შევა ჯოჯოხეთში, დიდი შრომა ექნება იმასთან შედარებით, ვინც უფრო უღრმეს შრეებში, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთს ვთქვათ, გენიაში იტანჯება. ხოლო მეორეთ მოსulis შავს საბოლოოდ მოხდება რა აღდგომა და განკითხვა ყოვლისა სოფლისა და ყოველი ადამიანის ადამიანთან ვიდრე უკანასკნელ ადამიანამდე მაშინ კი განაჩენი იქნება საბოლოო. ანუ იმედი თქვენ როგორ იტყოდით ხოლმე შანსი. რატო ამბობ შანსს, როცა არსებობს კარგი სიტყვა იმედი. ბევრი ისეთი სიტყვა შემოვიდა, რომლის საჭიროება არ არის ქართულში. იმიტომ რომ მასზე უფრო ღრმად გამოხატავენ ქართული სიტყვები ამათვე მცნებას. უცხოური სიტყვის ხმარება იმ შემთხვევაშია გამართლებული, ეს ჩვენ მანკიერი მეცამა სამწუხაროდ თქვენსაგან, როდესაც შესატყვისი არ არსებობს ქართულში. და მაინც რომ ხმარობთ, ეს ჩვენი სნობიზმია. ესე ვითომ განათლებულები ვართ, პროგრესულები ვართ. და ასე მივედებით, მოვედებით სიტყვების ბრახა. ბევრ მათგანს რომ კითხო, სინამდვილეში არიციან ესა თუ ის უცხოური სიტყვა, რომელსაც ხმარობენ. შინაარსი არის ეს სინამდვილეში. ხური მოუკრავთ და როცა ადამიანს ახასიათებს ქარავშუთა როცა და რა თვითყოფადი მოდა საკულა. არსებობს
მეტყველების მოდა, ჩათულობის თუ არ ვიცი, ალბათ რომ გახდილობის უნდა დავარქვა, გახდილობის მოდა. არსებობს მოდაშია დღეს სექსუალური გაუხმართებანი. აი სოროსი აფინანსებს როგორც ეს ულტრამილიარდები. ებრაელი წარმოშული. ეს არის მარაზმატული პიროვნება, ასე უწოდებენ მას დასავლეთშიც კი, ევროპაში და ამერიკაში. ეს სექსუალური ფანტაზიები მისი ფულებით ფინანსდება. თუ რომ იცოდე, აქამდე ყოველ შემთხვევაში ფინანსდებოდა და ეს რევოლუციები და ძირითადში მისი ფულიდან მოდიოდა. ამ გახსნილმა მოხუცმა აღარ იცის როგორ გახსნას კიდევ კაცო. ეს არის სატანის ანგელოზი პირდაპირ მნიშვნელობით. მაგრამ რა კი ღმერთი ტოვებს ცოცხლებში, მათ შორის სოროს, ჩანს უფალი ჯერ კიდევ აძლევს დროს. ჩვენ ვართ მოწმეები. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ცოდვა და ადამიანი ცოდვილი. ცოდვილი ადამიანი უნდა გვიყვარდეს და თანაუგრძნობდეთ და ვცდილობდეთ თუ ლოცვით, თუ ვიცნობ პირადად ხილები თუ სწავლები, რომ გონს მოვიყვანოთ. ჩვენ უნდა ვძულდეს ცოდვა, რომელიც არის ჩათესლილი მათ შორის სოროში და თვითონ ჩვენთანაში. ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად. მაგრამ ყველა აკითხავში თქვი საჭიროებს კურნებას ღვთის მადლით, რომელიც ღმერთმა თავისი მცნელი ნებები მოგვიპოვა. წარმოსწევნაზეც როგორც იყო ნაცინასწარმეტყველების ფსალმუში, ეს მადლი, რომელიც წარხოცა ერთმესამედ ანგელოზებს, მისცა წმინდანებს. დაცემული ანგელოზების რიცხვი შეევსება წმინდანთა მიერ. და როდესაც უკანასკნელი წმინდანი შევა სასუფეველში, აი მაშინ ექნება ადგილი დიდებით დაბრუნებას. მაგრამ ახლა წარმოიდგინე, რომ ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს სამი რომ მეორედ მოსვლას. ალხეინად იქნება. კაციშვილმა არ იცის როდის იქნება, იქნება, არ იქნება. ამიტომ ღმერთმა ბევრი ნიშნები მოგვცა, რომ ეს ნამდვილად იქნება. მათ შორის წინასწარმეტყველებში მაგალითად ქვეყნიერების აღსასრულე მახვილდება მიხვდებით იმით, როდესაც შეიქმნება ევროსახლი თავდაპირველად 12 სახელმწიფოდ მერეგნეთა მე მიემატება გასაოცარი სიზუსტი 5 წმინდა მამას სხვა ეროვნებით აქვს, მაგრამ ყველა აღმაყენებელი ნილოს მდინარი დაწყებული და ესე იგი ნეოფიტე კონსტანტინოპოლი დასრულებული თუ რომელისა ერთხმა სხვა ეპოქის შვილები და ერთი ღმერთის მოწაფეები ამბობენ 1992 წელს ევროპის კონტინენტზე თავდაპირველად 12 სახელმწიფოს აქ პაროდია ქრისტეს 12 მოწაფეს ეშმაკის მიერ შეიქმნება ევროსახლი. როდესაც ეს მოხდება, იცოდეთ მალე იქნება ქვეყნიერების მანამდე რა იქნება? ამბავი, ესე იგი ომები და ამბავი ბრძოლათანი. რაც მიმდინარეობს. რომელზეც უკვე ამბობენ, რომ ეს ომები გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში. კიდევ რაც ვიხადის მომავალი ვინიცის. ავიღოთ თუნდაც იგივე გრენლანდი, არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც სურს კანადა და კიდევ რა ფანტაზიები გაეღვიძება ვინიცის. ეს უმრად არ მოხდება. მაგალითად ეხლა უკვე გაისმა, რომ გრენლანდია სჭირდება რუსეთზე თავდასხმისთვის, შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ. ეხლა ზოგიერთი მამაყარდა ეს პოლიტიკა ერთ-ერთმას დავიწერა პოლიტიკის გარეშე ვისაუბრებ. არ არის დღეს ადამიანი აპოლიტიკური. კიდევ თომას მანი ამბობდა მეთქი მე-20 საუკუნეში, როცა მოახლოვდა მეორე მსოფლიო ომი. დღესაც არავინ არ არის. ილიკო, ჰილარიონი და ჩვენ ყველანი საუბრობთ მეტად პოლიტიკაზე, იმიტომ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. როდესაც ჩვენ თვალწინ ხდება ეს მრისხანე მოვლენები, ანუ ახდენა ხდება წინასწარმეტყველების, ჩვენ უფრო გაფრთხილებულები ვიქნებით. და წმინდა მამები გაგეყიდებათ, იმდენად უყვართ ადამიანი, კონკრეტულ დაიგებასა, ყოფითსაც კი გვაძლევენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ამ ნიშნებს ვიხილავთ. ერთი ნაგლეჯი მიწა მაინც იქონიათ სოფელში. ზები დაგეთ ჩრდილოეთის ხარეს, მწყლებს იზიდავენ, იმიტომ უცხლოობაც იქნება ეს პრობლემას დედამიწას. უკვე ნიშნები არის ბევრ ქვეყანაში, რომ თავზე გადაგვდის და უცხოელებს მივყიდეთ წყალი. ასე როდი ხდება სხვაგან, მრავალ ქვეყანაში, აფრიკის პირობებისა და აზიის. კეთილი რომ რისთვის რატომ უნდა შეიძლება რომ ანტიქრისტეს სხეული მეფობისა როცა ელექტრონულ საკოლთაო კონტროლში მოაღწევს ეცდება ყველა ადამიანი და ვერავინ ამ ნიშნის გარეშე ანტიქრისტეს ვერც იყიდის და ვერც გაყიდის, ანუ შიმშილის სიკვდილის არის თითქოს განწირული, თქვენ გქონდეთ თქვენი პატარა ბოსტანი, გქონდეთ წყალი ბზის ძირებში, როგორმე გადაირჩოთ სული, თუნდაც ტალახი მოზილეთ, როგორც ქიმონაზონით მაკარი ამბობს, ჯვარი დასახეთ ილოცეთ და უთხრესპურებად შეგერგებათ. ჩვენ ღმერთი არ და ვინც ჩვენთაგან ღმერთს არ დატოვებს, მიუხედავად ამ გაჭირვებებისა, ცდუნებებისა, სასტურებისა, მას ღმერთი არ დატოვებს. გახსოვთ, ამას წინათ გაგაცანით, ორჯერ მოგიკითხეთ ერთ-ერთი თანამედროვე მამის
გამოცხადება კუნძულ პატმოსზე, სადაც ივანე მახარველს ჰქონდა აპოკალიფსური გამოცხადება, 5 კონტინენტის ანგელოზი ნახა და უწინასწარმეტყველეს რა მოვლენები კონკრეტულად რომელ კონტინენტზე რა მოხდება. მაგალითად სამხრეთ კავკასიაში ახლოს სისხლის ტბორებია, დიდი ომები იქნება აქ. ეს უკვე ჩანს სომხეთს აიარაღებს საფრანგეთი, ირანი მათ ხარს უჭერს, აზერბაიჯანს თურქეთი, დასავლეთს ნატოს ბაზები აქვს უკვე თურქეთში, თავისი ინტერესებია გეოპოლიტიკური, რუსებს თავისი. და ბრძოლის ველი არის სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი. ეს უნდა ვიცოდე, მაგრამ იქ რა წერია, რისთვის მომაკვდა ეს წინასწარმეტყველი. დაიკითხე ეს მოძღვარი თანამდებობები. კი, მაგრამ შენ მორწმუნებს ამ საშინელ განსაცდელებში დატოვებო, მე ჩემს მორწმუნებს ანგელოზის პირით, ხო? არასდროს არ დავაგდებ, არასდროს არ დავტოვებ. მე მასთან ვიქნები. ეს რომ ვიგრძნოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფალთან. ადამიანი თუ ტლუარი, ურწმუნო და სხვა მიმართულებით როგორ უნდა იყოს უფლის სიახლოვე? არ შეძება. ძალიან შორს გადავთხოვცნა სიტყვა, მაგრამ ვფიქრობ არც თუ მოადგილოთ და უნიზნოთ. ეხლა საკუთრივ ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ წმინდა ღირსმოწამე ევდოკიას ცხოვრებიდან. ნიშნად იმისა და დასტური იმისა, რომ ღმერთი შეეწევა ყოველ ადამიანს, ყოველი ადამიანის მოქცევა და ჭეშმარიტების სახელმწიფო. ეს იყო პირველ საუკუნეში ქრისტეს შობის აკეთი. ქალაქ ილიოპოლში ჩვენ რომ ვახსენეთ, ცხოვრობდა ერთ-ერთი წარმოშობით სამარიტელი დედაკაცი. გარეგნობით იყო ულამაზესი. მან გარეგნობა გაიხადა შემოსავლის წყაროდ. სიძვის გზით დიდ ძალის სიმდიდრედ დააგროვა, ჩავიდა მერე ილიოპოლში, იყიდა ძვირფასი სახლი და აგრძელებდა ნებიერ განსხვავებით ცხოვრებას. მაგრამ ღმერთმა იგი არ უგულებელს ხო. რადგან ყოველივე უწყის ღმერთმა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რაც კაცია, იცი შინაგანი კაცი როგორია. და ერთხელაც შორეული ქვეყნიდან მოეშურება ერთ-ერთი ბერი გერმანე, რომელსაც ილიოპოლში როდესაც შევიდა, შემოაღამდა, იკითხა, სად შეიძლება რამის გათება და მიასწავლეს სახლი, რომელიც ნაწილი თავის სახლის გაქირავებული ჰქონდა სასტუმროდ. იქ ეხლა მას ბევრი არაფერი გააჩნდა, ამიტომ ძალზე პატარა რაჭულად ვთქვათ, ოთახუკა შეხვდა, ოთახი დაკნინებული იყო, ძალიან პატარა ოთახი, მეც ვერ გადაიხდიდა. მთელი ღამე მან გაატარა ლოცვაში. შემდეგ კი გათენებისას დაიდო მუხლებზე წიგნი, რომელსაც განუყრელა თან ატარება, ეს იყო წმინდა მამათა დარიგებები და ხმამაღლო დაიწყო კითხვა. თუ რა ემართება ცოდვილ ადამიანს, თუ კი არ შეინანებს, როგორ წარწყვდება ჯოჯოხეთში, რა საზარელია ეს ფაქტა, გამომეტყველებაც კი იერსახე და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ იყო დარიგებები, თუ რა არის სამოთხე, რა სულიერი მდგომარეობა, რა სავანია უფლისა, რა ადგილებია მას შეურსუფალობა, ადგილები მრავალ არჩევი ზეციური მამის სახლში, როგორია ანგელოსი, თავარ ანგელოსი, რა დანიშნულება აქვს ისედაც, რომელ ანგელოს რა მადლი, ძალაუფლება და ხელმწიფება მისცა ადამიანზე. აი ჩვენც ეხლა ხანს ვთარგმნით, თვენახევრის წინ გამოვეცი წიგნი 7 მთავარ ანგელოს. გამოწვლილვით არის ლაპარაკი ის რა ბუნება და რა დანიშნულება აქვს ღვთის მიერ. და ყველა ესენი არა მარტო ღვთის წინაშე არის მსახურსულები, არამედ ადამიანისთვისაც დადგენილი არიან მსახურსულებად, შეწევნად. არა მარტო პირადი ანგელოსი, რომელსაც ნათლისღების იღებდა, არამედ ყოველი ანგელოსი თავისი ბუნებით ხელმწიფებით. არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ქვეყნებს, ერებს და ასე შემდეგ თავისი მფარველი, აი რომ ჩვენ ვახსენებთ 5 კონტინენტის ანგელოზიც კი არსებობს და სხვადასხვა. ხოლო თელს ქვეყნიერად ზედა მოსდგომიან მთავარ ანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, რომელთაც უშუალოდ იხსნეს ანგელოზთა 2/3, როცა სათანა ასრულებდა ლუციფერი დანარჩენ ანგელოზებს და გარდა მოსხიეს უშუალოდ ზეციდან დედამიწაზე. ამიტომ ღმერთმა ეს ანგელოზები დაადგინა ზემდგომ ანგელოზებად. ყველაზე მაღლა დააყენა ანგელოზებისა. ნუ მოკლედ ამ ყველაფერს კითხულობდა გათენებამდის.
ანუ იყო მოღვაწეობა, განდეგილი იყო და ეპისკოპოსის კურთხევით შორეულ ქვეყანაში წავიდა, აღასრულა რაც დაევალა და გზად მოდიოდა ელეოპოლში და თურმე ოთახი, რომელშიც ის იყო, ყველაზე უსარგებლო, ასე ვთქვათ, იმ სასტუმროში, ხოლო პატარა ხის ფიცრით ყოფდა იმ საძინებლისგან, სადაც იძინებდა ხოლმე ევდოკია. შუა ღამისას ხმაზე გამოეღვიძა, ყური მიაღო, ერთგვარად ვერ გაერგო, ეგონა რომ სიზმარში ესმოდა ეს ხმები შეძრწუნდა ყოველივე იმისგან, რაც მოისმინა. მთელი ღამე, რაც დარჩა გათენებამდე, წამომჯდარი ლოგინში ისმენდა ესე იგი წაკითხულს ღირსი გერმანესაგან. გათენებისას სასწრაფოდ შეიმოსა, მსახური გაგზავნა და დაუძახა ბერს. დაეკითხა, ვინ ხარ? საიდან მოხვედი? და რას კითხულობ, რასაც შენ კითხულობ, რადგან რასაც შენ დამალაშ ის შეძრწუნება, რომელიც ჰქონდა, რასაც შენ კითხულობ, ამაფორიაკა. წმინდა გერმანეს გაუჩნდა და ღვთის სიყვარულისთვის მოუთხრო ნამდვილი შინაარსი ქრისტიანობისა, ასე იგი სწავლება, წარწმედაზე, სულის ხონებაზე, სულ მოუთქმელად, ასე იგი ისმენდა ამას ევდოკია. ისეთი ბიცინანულში ჩავარდა, ვერ სწავლებას თქვა, აი რაც შეიძლება გავაკეთო, რომ ღმერთმა მაპატიოს. და აღიარა მე აღსარება თქვა პრაქტიკულად, იმიტომ რომ წმინდა მამებია მოძღვართან ზოგიერთი საუბარი ტოლფასია მასთან აღსარებისა, იმიტომ რომ თავის საიდუმლოზე ელაპარაკება მას. ბერმა დაუწესა, რომ 7 დღე და ღამე კაცრად ემარხულა და ელოცა, რომ ღმერთს მოეტევებს, მეც ვილოცებო შენთვის. ღმერთმა წყალობა მოიღო ევდოკიაზე. გოლითადის სურვილი გაუჩნდა, რომ დაეტოვებინა ცუთი სოფელი, მხოლოდ სულის ხონებაზე ეზურა. თქვენ ახლა იტყვით, რომ რა მოხდა სხვებსაც, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, საგვარელო იყო უმდიდრესი ადამიანი, იყო ულამაზესი და მიჩვეული გარყვნილ ცხოვრებას. ესე ადვილად მოეტყვით მაგას, მაგრამ მასში მოხდა ეს ფერიცვალება. ამის შემდეგ გერმანეს მოცვა კურთხევით, იქაური მხარის ეპისკოპოს გადასცა თავის სიმდიდრე და სთხოვა, რომ ლახატებისათვის დაერიგებინა, შენ უკეთი წიგნი არის დაჭირვებული. თავად წავიდა ჯერ მოინათლა, შემდეგ წავიდა მონასტერში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში და დაეყუდა და ისე წარიმატა სულიერად, რომ სულ რაღაც 11 თვის თავზე იღუმენიათ, ანუ თავის წინამძღვრად აირჩიეს. იმდენად ღვთისმსხურიერი ადამიანი შეიქმნა. სინანული ჰქონდა ღრმა და სინანულის წყალობაზე ღვთისმეცნიერებაც მიანიჭა უფალმა ღმერთმა და კეთილგონიერება. მოგლეთ მოინათლა, როგორც მახსოვს, სადღაც 95 წელს ქრისტეს შობისაკეთ და 152 წელს დაასრულა თავისი ცხოვრება და რაგზით. მისი სახელი განეთქვა მთელ სიმხარეს, მრავალი მოიქცა მისი მაგალითი, მისი საუბრებით, მისი უცხალე წყალობის მოქმედებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საბოლოოდ ტრაიანეს დროს მოინათლა, ცხოვრობდა და საბოლოოდ იმპერატორის ანტონინეს დროს ეწამა. იგი შეიპყრეს ქრისტეს აღსარებაში, დევნა იყო სასტიკი თქვენ იცით და ეს იმპერატორი, რომელიც მოწყალე იყო სხვა ერების მიერ, ქრისტიანთა ერს დევნიდა განსაკუთრებულად. მათ შორის მოკლა ევდოკიაც, უარი ვერ ათქმეინეს სარწმუნოზე, სასტიკად აწამეს და ბოლოს სიკვდილით დასაჯეს. აბა ახალგაზრდობაში ევდოკია იფიქრებდა, რომ ასეთ ღვთისმსხულიერ გზას გაატარებდა უფალი. ეს მისთვის იყო წა, არც მისწომოდა მისყოლ სწავლება ქრისტესზე, რამაც განაფიქრა და ესე იგი დააფიქრა და ააფორიაკა კიდეს თავდაპირველად. დასასრული ჩვენი საუბრისა 2-3 დღის წინ ვიჯეთი ჩემს საყვარელ ხაზერ მაგიდასთან, წმინდა მამებთან, სხვანაირად რომ გითხრა და ფიქრობდი ჩემ სიბერეზე, გარდაცვალებაზე, რა დროგაზე მეც ფიქრობდი, როგორც სიბერეს თვალებში უყურებ, სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება, პასუხი უნდა მიისწრო, გაგონდება სიბერეში ბევრი აღნიშნავს, შენი ბავშვობის ეპიზოდებიც კი, ისეთი რამ რაც აქამდე არ გაგახსენდებოდა. და თითქოს გასაშლელად მიგახსენი სული უფლის წინაშე ამ შინაგან ფიქრებში, გულის სიტყვებში. და ჩემმა გულმა ამოთქვა ამ განშის შემდეგ ამგვარი ლექსი, სადაც ჩემი შეხედულება და სოფლგანცდა გადმოვეცდა, რომელიც ფიქრობ ბევრისთვის საზიაყო და აქედან გამომდინარე ვაძლევ თავს უფლებას კიდევ ამოგიკითხვით.
ამ დროს ხშირად გაგონდებიან შენი მშობლებიც, მეტ ადრე გარდაცვლილი მშობლები. მშობელთა ხსოვნა თავშესაფარი, ხოლო საწუთრო სხვა ბობოქარი, რწმენა ქრისტეში ჭური და ფარი, თავადი სოფლის ეშმა შფოთვარი, წლები მისდევს გზას მივუყვები, რომელიც არის თავად უფალი, მასთან მისვლისას მას მოუყვები, წუთი სოფელში ვიყავ მწუხარი, რა ვეცემოდი ის მაყენებდა, მას შევსტიროდი, მან უგეშებდა, ნებათა ღელვას დააყენებდა, როს ვინგრევდი კვლავ მაშენებდა. მიმწუხრი დადგა, ფიქრობ ცხოვრების, ჩურჩულით ვამბობ, ნება უფლის, იმედი არ მაქვს სულის ხონების, მართალი ძნელად გადარჩეს უწინ, და მაინც ვბეთავ და შევღაღადებ, შენ შემიწყალე უხირსი მღვდელი. რაითა მღვდელისა და ერისა ერთობით ვადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აზდა მარადის და უხუნით იუყურისამდე. ამენ.